რამდენ ტინა 70-იან წლებში და თვითონ იჯდა სასამართლოზე არის ეშმაკის მოციქული ვინც აფხაზეთიდან გამოაყვანია პატრიოტული ხალხი რომ გამევიდნენ და დააბრუნებია უკან და მერე აჟლეტია და ხორც კომბინატი გააკეთა ადამიანების გვამებით არის ეშმაკის მოციქული ვინც საპატრიარქომ ხედელებაში კარგად არ უხო ამ საკითხს ვინც გაიძვერა მასონებს და სიონისტებს გადააბარა კრწანისში საპატრიარქომ თავრობას და გააყიდინა არაბებს და ვაჰაბისტების მეჩეთები აშენებული ახართ თქვენ ეშმაკის მოციქულები ლუციფერის მონები ვინც კიდე რამდენი რა მოყვე რას მელაპარაკებით ჩასურილი ჩანაგავებული დამშეული პრადოებით დადიხართ ვიჯო პრადოებით თქვენი დეიცვით იმ პრადოში და იმ 200,000-იან მანქანაში ცეცხლი მეგეკიდათ არ ვიცხებლები ეს ხევლა არა ესა სურვილი ჩემის თქვენზე თქვენ უგულოებო ამოვარდება ვიღაცა და ვიღაცას ვიადისტიანა წამოყო თავი და რაღაცა ფაქტებით გელაპარაკეთ ახლაც ვამბობ არ მინდა და ზვიადის მოლოცვის დაბადების დღის მოლოცვის დროს კიდე პატარა ტონი ემეწია საუბრის მეზიზღებით თქვენ გერ მეზიზღებით თქვენი საქმეები მეზიზღება თქვენ ზაღლის და გველის წიწილებო თქვენ ქართველის მტრებო საქართველოს მტრებო ქრისტეს მტრებო უნდა გამხილოთ არ განიკითხო ნუ განიკითხებ მერე ეს განკითხვა თუ მხილება ბიჭო ურნაში ნაგვის ურნაში თავი ბავშვი გადაყურებული დიდი და პატარა რო შენ პრადოთინ დადიხარ და ის ესე იგი შერიგდება ანდა კიდევ წამალი არა ხალხს საპატრიარქოს არ შეუძლია თავის მრევლი გამოიყვანოს და გაფიცვები მოუწყოს ამ ქორვაჭრებს ამ მათხოვრებს მიაწვეს საპატრიარქოს დიდი ძალა გამოიყვანე ქუდი კაცე შოუტიე ბანკებს შოუტიე აფთიაქებს შოუტიე ამ გათახსირებულებს გაზვირებული ასმაგათრო აქვს გაზვირებული ყველაფერი და მიზანდასახულად ეშმაკს ემსახურებიან და ხოცავენ ქართველებს მაგრამ არ გინდათ მარტო 17 მაისს გამოხვანს იქ გელოდებათ ხაჭაპური და გოჭის ხორცი თქვენ და იქ ნახევარზე მეტი ვინც არ გამოცული მივა და ხმელპურს გაღუღნის სახში აი გიხარ თქვენ ბიჭო თქვენ ახლა თუ რა ვარიგო არასორს შემოდით მაგინეთ რამდენი წინდა თქვენ ზაღლის წიწილებო თქვენ ვინც ხარ შეგიშინებიათ კიდე იგინე თითის ქნება იგი არა თქვენად იყავით მე ღმერთით გელაპარაკებით იმით იგი არა აფია ძალიან ბევრი საპატრიარქო არის ამ წუთში არის სოდომი ბაბილონი შორენა თეთრუაშვილის თამადობით და ანანია ჯაფარიძის და სხვა ეკუმენისტების თამადობით რა მუჯირი რის მუჯირი გაწე როგორც მაგის წინა მორბედი წავიდა თბილი მოსკოვში და დაამთავრა ეკუმენური სასულიერო ისე აქ მაგასაც მე ლამაზი სიტყვებით ბიჭო ვერ მომატყუებ თქვენ მეც ქადაგებით ვერ მომატყუებ კიდე ქადაგებ კარგად გასაგონად მაგი ბიჭო მაგის აფიორას ვინ თოხლავს
რა არის იცი? ყველაზე მეტი უბედურობა კაცის. მე ვერ მოვატყუე, ვიდრე რა ხრის კაცი ვარ და რა ყველაფერი უბედურობა მან ანახი და მიდო. უკვე კილომეტრიდან მიხვდები კაცს არ უნდა ლაპარაკი როგორც დაძრავს ერთ სიტყვას იმ წუთში გეტყვი რა კატეგორიის ადამიანია. გეუნებით არ არის მაგი ღირსი და საპატრიარქოში არა არც ერთი ღირსი მეუფეობის მე გეუნებით პირდაპირ თქვენ. ქრისტოფორე წამალაძე რომელიც იქნა განდევნილი და დევნაში იყო და საპატრიარქოს საქმეები ებარა ერთ დროს, მაგრამ მოიშორა საპატრიარქომ პატრიარქის თამადობით გაიქცა კაცი აბა და მოკლავდნენ უაზროს სიკვდილს გაქცევა ჯობია ხანდახან და რომ პარტიზანულად იმოქმედა. ყველაფერი ხრიკები იცის ამ პიროვნებამ. ქრისტოფორე წამალაძე არის მოძღვარი, რომელიც გააჩნია ბიჭო ნეფორეს არ ბერძნული სიტყვა ერთჯერადი ნიშნავს, ესე იგი 8-ში ანაფორა იმას ნიშნავს ერთჯერადს. გამოხუმებული ანაფორა 10-ია ალბათ იქნება ერთი 40 წლის და 50-ის ალბათ და ერთი მაცივარი გააჩნია კიდე იგიც ერთი კასრი რაღაცა შორშევიდა შიგნით ორი ბოთლი წყალი. მეტი მაგას არაფერი არ გააჩნია, არც ფული გააჩნია და არაფერი. ქრისტოფორე წამალაძე არის ამნაირი მოძღვარი. არ არის ის თუ დადგა, ხო, პატრიარქად. თქვენ გეშველებათ. დანარჩენ შემთხვევაში დაღუპულია თქვენი საქმე. რატო დაღუპული იცი? აი ზუსტად მაგ შემადგენლობით ვინც საპატრიარქოში ხართ, თქვენ კრწანისი ქართული ხალხის ისტორია და დიდება გაასწორეთ მიწასთან. ვაჰაბისტების მეჩეთები აშენებიეთ, ჯერ მიყიდეთ გამყიდველ მთავრობას მიეცით, გადააბარეთ ეს მიწა, რო თქვენ ხელი არავის არ შეეხოცა, მაგრამ ბიჭო ვინ ვერ მიხვდება მაგას. ვისაც უნდა მიხვდება და ვისაც არ უნდა, ჩათლახია და არ უნდა და მიტომ მიხვდება. და არ მინდა ბევრი ამაზე ვისაუბრო. აი ეგ შემადგენლობა, რაც ახლა ის იყო 7 წლის უკან და ვინც გადააბარა, ყველა მაკანე ხარხართ ნაგვები და გამყიდველები თავრობასთან ერთად და ნაგვები თქვენი ბიჭო ხო ვიცი მე რაც ხასრულცულობ თქვენ მე საპატრიარქოში ვიყავი 3 თვე რეზიდენციაში ქრისტეს არ უნდათ ბიჭო თქვენ სანტელს გეუნებით მე ჩემი პირადი გამოცდილებიდან იმნარი ჩათლახები ხართ თქვენა ბიჭო არც თქვენ იმდენი მიწები გაქვთ სულ არ უნდა ხორბალი იყიდოს საქართველოს დათესავთ მოიყვანთ და ყველაფერი მაგრამ შეკრული ხართ იმ ფულის გამთეთრებლებთანაც იმ მიწის გამყიდველებთანაც შეკრული ხართ თქვენ იმიტომ თქვენ დიდი ძალა გაქვთ თქვენ რომ გამოიყვანოთ ხალხის საპატრიარქომ ამ თავრობას წალეკავს ამ 20 კაცი რო არის თუ 15 კაცი ნაგავს და ფეხზე დააყენეს რა არ გინდათ ახლა შემომივარდით და მელაპარაკეთ კიდე ბიჭო დედა ეკლესია მე ვიცი სადაა და ვინაა ვიცი ის ბევრი უბრალო მგდულები სულთად რომელიც მანეთ ფულს არ ეიღებს კაბიკ შაურს ფულზე არ იყურება თვითონ შრომობს თვითონ ფუტკარის აყავს თვითონ რაღაცას იმას პროდუქციას ქმნის რაღაცას თავისი ხელით თან ლოცულობს თან შრომობს ასეთების მყავს ნაცნობები ხო ამაზე დგია კიდე საქართველოს თქვენზე დგია პრადოები რო გაქვს და 2000-4000 მანეთიანი ტრიაკებისგან შეკერილი მანაფორები რო გაწვია თქვენ ჩათლახებო თქვენ ბოზებო სისხლით და ხორცით ბოზებო შემომივარდით ახლა და მითხარით სად არ თქვი სიმართლე კრწანისი არ თქვი სიმართლე
რაც ვახსენე იგი არ თქვის სიმართლე მოდით და დებელაბარაგეთ ერთი და მე როდამ დავშამოხვალთ მე კიდე ბევრი რაღაცა გამახსენდება 77 წლის მერე ვადევნე მე თვალყურს ამ გოთვერნობას არჩევნებიც მახსოვს 77 წელში კუბოზე რო გამოდიოდა და 30-40 მეოფიდან ნახევარი მოწამლული გაუშვით მიწაში და ზოგი ციხეში გასაშვები კი იყო ზოგიერთი კიდე იქიდან იმიტომ რომ ბევრი მათ შორის იყო კიდე არასახარბილო პინძური მეუფეები მაგრამ პატიოსნებს ასეთ შოდით ილარიონ სამხარაძეს ასეთ შოდით ბერს წმინდანს გაბრიელ სალოს ასეთ შოდით რა პასუხს გამცემთ ბიჭო თქვენ დედარძია დუღებულები მე თქვენ თალი ცხოვრება კაცი გარეთ ეგდო წმინდანი და სიბერეში მიეცით მე სვეტიცხოველში რაღაცა პატარა ის იგი გადაგების უფლება ხო და იგიც არქიმანდრიციც კი არ აღირსეთ გარდაცვალებიდან წმინდა ორი კვირით ადრე მიეცით, ერთი კვირით ადრე. თქვენ ბიჭო ვინ ხართ? მე რო არ ვიცოდე. ადი ვიზია კოჭი გააგორეთ. ჩემთან საუბარი არ გამოგივათ. ყველაფერი დაგროვილი მაქვს თქვენი შირქიანი საქმეები. რა გიყოთ? გული მტკივა. არ მინდა ჩემი ქვეყანა იყოს მაგრად. არ მინდა რომ იყოს, არ მინდა რომ არ ესე იგი ამ შელო უყურო ამ და იხოცება ხალხი. ან კი ვაგული რომ ამდენი ხალხი გაქცეული აქედან ლუკმაპურის გულობისვინ. დღეს ზედგამსახურდის დაბადების დღეა. იმას რომ დასწავლო და სასწავლოს ჩვენ პრეზიდენტს ის კავკასიური სახლის ესე იგი შენებლობას იწყებდა. უზარმაზარი ტვინის პატრონი იყო, ენებსაც კარგად ფლობდა, გონებაც ჰქონდა ქრისტიანობისკენ და ქრისტეს გზისკენ მომართული, რაზედაც ის იმსხვერპლა შავმა ძალებმა. საპატრიარქომ ჰქონდა უდიდესი ლომის წილი ზვიადის თავრობის დამხობის და ქართველების ხოცვის. ეს თელმა თბილისმა იცის, მაგრამ შიში და სინდრომი კიდე უზის ესე იგი ხალხს. თელმა თბილისმა იცის კიდე ჩემი ხნის ხალხმა და ცოტა აქეთ კიდე რა და როგორ იყო. ხო და ეს ლავირება უკანანალისე ლავირება და ბიჭო პატრიარქი საპატრიარქო და წმინდანი აგი ბიჭო საქმით უნდა იყო წმინდანი ვიძია და წმინდა გზაზე მავალი. საქმით მოწმდება და დგინდება შენი ესე იგი შენი საქმით შენი სიწმინდა შენი ვაჟკაცობა და შენი ქართველობა და შენი ადამიანობა და ღვთის თვალში უნდა იყო მოწონებული. რა დალაგებული დატოვა ქვეყანა? გადააბარა მასონებს და სიონისტებს იქ
შორენას და იმას ბარეორი იქნეს სიონისტებს იმედა და განკარგავდნენ ესე იგი 10 წლობით და 30 წლობით ესე იგი თელ იმას საპატრიარქოს და დევნაში იყო ყოველთვის წესიერი მღვდლები და ბევრი წესიერი მღვდელი დარჩა ტაძარს გარეთ არ არის კაცო და მე ბნელებს სად ჭურში ხვაგზინავთ ხო პედოფილები შიგნით არის არ შეგაცან თავს ყველამ კარგად ყველაფერი იცით უბედურობა იგია რომ მე გულში რო იცი რო ჩათლახი ხარ გარეწარი ხარ და ლამაზად რო საუბრობ კიდე ეს ღვთის სიტყვები ხო ისწავლეთ ეს ქადაგებანი ხო დაიზაბირეთ მამაო ჩვენო ხო დაიზაბირეთ და ეს კიდე ინდივიდუალური რაღაცა საუბრები ხო აბა განათლება ხო გინდა ოღონ სხვარი ხარ და შემოსილი ხარ ცხვრის ტყავში მგელი ვაიე გექნებათ ვაი უკვე თავიცა გიქცათ ესე იგი საძირკვლის კბილი მორყეული გაქვთ თქვენი ბინძურის საქმეებიდან და უკვე შეარყია უფალმა თქვენი ბინძურის საქმეები და თქვენ დიდი დრო არ გიწერიათ უკვე იმიტომ რომ უკვე იქით მიდის საქმე იგი იცოდეთ კიდე ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ გაამართლა ყველა სხლავს კარგად ენით საქმით თითქმის არაფერი კეთდება კაკუნის მეტი ამიტომ კარგად მომისმინეთ უფალი შემოაბრუნებს საქართველოს დაანახებს კიდე ქართველს ესე იგი რომ არსებობს ღმერთი მოულენს იმ ხელა გონებას გაუსნის ბევრს ხო და თავად ქრისტე დაждდება ესე იგი პატრიარქად და აქ იქნება გაკითხვა აქედან დაიწყება განკითხვა აქ არის პორტალი რომელიც ეშმაკით ცდილობს ის ხვამლის მთა და ის უცხოთის და იმგენის საიდუმლოებებში შეძვრეს და გეიმაგროს წელი ვერ აღირსებით იქაც რო შეხვიდეთ იქიდანაც ამოგამთხევიებთ უფალი ამოგაძრობთ იქიდან მაინც ორი თითით ასე ამოგაძრობთ ყველას იქიდან ვინც ჩაძრებით ამ პორტალში და ამ დასამალავ ადგილებში მიტოწერია იმაში წინაწერილებში ეშმაკეულები ვინც ხარ და ჩათლახები იტყვით თებო დაგვეფარე თავზე გადაგვარჩინეო ამ უბედურობასო მაგრამ ვერ გადაგარჩენთ ვერც გადაფარებული მთა და ვერც თქვენი ბინძური საქმიანობა ამიტომ ვეუნები საზოგადოებას რომ არენდოთ ბევრ მოძღვარს სანამ არ დაადგენთ და არ შეამოწმებთ რომ ის რას არ მოარგენს თუ არ ესენი არიან ცხვრის ტყავით შემოსილი მგლები რომელიც ვერ ზღებიან ვერც ფულით ვერც სისხლით და ვერც გარყვნილებით ამიტომ უფალი შეგეწიოთ და გონება და ესე იგი ქრისტეს სიყვარული ნუ მოგიშალოთ გამჩერმა ღმერთმა გულებში გაიხარეთ თბილად მეყოლეთ კიდევ ერთხელ გილოცავთ ზვიად გამსახურდის დაბადების დღეს ქართველის რომელიც შეჭამამ სოფლიო მასონმა დაეტაკა ბოროტებამ თბილისის ეგრეთ წოდებული წყალებში ელიტის დახმარებით ამერიკაში შედიოდა 5 პუჩისტი ყველაზე პირველი პუჩისტი ბოლოს გავიდა ამ ქვეყნიდან პირველი პუჩისტი იყო შევარდნაძე პირველი კი არ იყო ის რიგითი იყო
შევადნაძე, გიაჭანტურია, ჯაბაიოსელიანი, კიტოვანი და თქვენი პრემიერ მინისტრის მამა გიორგი თვალსები გიორგი ხო და ხაინდრავები და ეგენ ეს უყურე პუშისტები ეგენ ნუ გლავნი ვინც იყო თავარი ეგენ ჩამოგითვალეთ აგერ აი ესენი საქართველოს ანგრევს შიგა სატანის მსახური ილუმინატები და ილუმინატი იყო ბატონო ვინც ბოლოს გავიდა ილუმინატი ნიშნავს მასონთა გამანათლებელს გავიდა და აწი იქნება ძვრები იმარი ვინიცის და ვაი თქვენ ათონის მთიდან რო დაიძრება ღვთისმშობლის ხატი მერე ნახეთ თქვენ სად შეძრობით და ვის შეუძრობით რა განზომილებაში იქნებით რაღაცა პელენცუგა რაღაცა ქვეშაფსია რაღაცას მეტყვის აკანე მე მაგის დიდი მნიშვნელობა რა აქვს ჩემი ლანძღვა და იმას აუ ბეჭოდი დედა ეკლესიას ვენაცვალე არასდროს არ წავალ მაგენის წინააღმდეგ მაგრამ დედა ეკლესიას მე საპატრიარქოში ვერ უყურებ არ არის ვერ დაგაბრალებთ თქვენ სიწმინდეებს ვერ დაგაბრალებთ თქვენ ოჩკაცობას რა ფრაგითხრა შენ კაი კაცი ხარო ბიჭო პრადოზე იმაზე ზიხარ და ჯიპებზე და იმაზე 2 მილიონიან და კონდიციონერი გიდგია 200,000-იანი შეგნით 8 დაიწყეს და ნაგავში არის ბავშვი გადაყუდებული თავი და ქალი კაცი და იმიქიდან იკვებება და მე შენ კაი კაცი დაგიძა ხო მე ხო ვიქნები ჟოპალეზი რა ფრად დაგიძა ხო შენ კაი შენ კარგზაღლო დედა გეტირებად გეუნები მაგრამ იმერ ჩათრახები ხართ ჩვენს გეიბაცავ იმით შეიცვა კაი ზამშოს კურდღას და გეიქცევი არა ბიჭო და ბაყუთი გეგრევა ჯიბეში და მაგრამ იმას არ გეიქცევი იმას ზევით ღმერთს დედა კი ვატირია თქვენ აგინე თქვენ ქვეშაჯმიებო თქვენ ძაღლის წიწილებო თქვენ კაი ახლა ყველაფერს და ახლა ხო გაძვირდა 33% ესე იგი 5 თეთრი იმატებს დენის საპატრიარქომ გამევიდეს გამეიყვანოს მრევლის 17 მაისს რო გამოგყავს გამეიყვანი ახლა შოუტიე მთავრობას ვეღარ გაძღა მაგენის გული იმდენი ფულები აქვს ტონობით აქვს შტაბელები და რულეტკები ზომავენ ფულს გამოდი უმოძრავო ფულს სახში რო უგდიათ გაბონებული ფული გამოდით და გამეიყვანე მრევლი 39 მეუფე ხო ყავს თავის დროზე რუსთაველზე არ გამეიყვანეთ ამდენი იგი მეუფეები და ღვთლები 2000 ღვთელი და იგი რომ ომი გეგეჩერებია ძმათან მკვლელიობი რო იყო კარგი ეს დანაშაულია კიდე თქვენი რო იცოდე მოღალატეობრივი ახლა ხალხს ხო ახსოვენ კაცო ყველანაირად გამეიყვანე და უძახე იმ 39 შიოს ვეუნები ხო ხარ მაგრად მოლაპარიკე და იგი ქადაგებელი შენი ქადაგება შეინახე საქმე მანახე გამეიყვანე 39 მეუფე დაუძახე 2000 ღვთელს იგი მრევლზე უძახებს შოუტიე მთავრობას რო გაგიძვირა დენი რო იქცობა ხალხი ბანკისვალებში არ გინდა აბა რა გინდა შენ კაი საჭმელი გაქვს და სასმელი ხო ე კარგად გაცვია ხო თბილად კეყარ იგინე მოყუჭებული ვაი ე პატრონს უბედოს და გამოდიან და აუ მოჯერი დი არა ანგილე სხვა იგინე რომელი ხარ წამოყევით თავი ერთი დამანახე თქვენთან ზაღლის წიწილებო თქვენ გამეიყვანე და შოუტიე თუ გინდა შაუბრინდეს ქვეყანა არა რა უნდა გელაპარაკო თუ ხედრიონში იყო ხოცავდა ხალხ ავტომატი და მეუფე დასვი იქინე ვინ დასვა ვისი ხელთას მე დავსვი იქინე კადრები მე შევადგინე საპატრიარქოში ამდენი პედოფილები რო არიან და ამდენი ყაჩაღები და რეკეტიორები მე დავაკომპლექტე მე ვარ კადრების გაყოფილების უმრავლესი თუ ვინ იყო
ვინც მაგე დააკომპლექტა გზამართალსა და თუ ღირსია უფალის მაიცი სად უნდა გაუშვას მე რაღაც იგი არა ვარ მე ბილეთის ჩეკის ამომწერი მე ერთი ცოდვილი კაცი ვარ ჩემ ცოდვებს ეგებო დავძლიო კიდე ჩემი ცოდვები ეგებო ამ სიბერეში მაინც რაღაცა რო სრულად რო დავადგე ქრისტეს გზას არა ძალიან ცოდვილიანი ვარ ახლა დღესაც ხოდა ეგებო ქრიანად გავიწმინდო მაგრამ იმას იმ ხელად ცოდვილი არ ვარ რომ სამშობლო გავყიდო ოჯახი გავყიდო მეზობელი გავყიდო ქვეყანა გავყიდო ქუჩა გავყიდო და ძულდეს კიდე ვინმე მე თქვენ კი ამ ძულ ხართ მე თქვენ პირიქით მეწოდებით რომ თქვენ ხართ უკვე ეშმაკის კერძი არა გამორიცხული მეც კაცო ჯოჯოხეთში მოხდა არ მაპატიოს რაც გაბუჯებული ამ ქვეყანაზე მაგრამ ქვეყანა არ გამიყიდია ოჯახი არ გამიყიდია და მეზობელი არ გამიყიდია არ და მიყვარს კიდე სულელის ჭკვიანის და ჩემზე მეტი უბედურიც და ჩემზე მეტი იგიც ნაკლებიც და ჩემზე მეტი დიდიც შედავა მოგცეთ გამჩენოხორთო გაიხარეთ კიდევ ერთხელ გილოცავთ ზუსტ გამსახურდია დღეს ქართველის რომელსაც არ დაცალდა საქართველოს აყვავების გეგმები ეხა ინდრავათინგინდა შეხვიდეთ იმაში გაცისკრონებულ საქართველოში თუ კობახიცეთინ თუ წილოსანით თუ შიოთინ ანანია ჯაფარიძით და შორენათინ ჯოჯოხეთის გზაზე მიდიხართ გადასაჭეხად ჯერ სანამ თვალებში არ გამეიხედავთ უფალი შეგეწიოს ქართველებო თუ სადმე ხართ კიდე დარჩენ თუ კი არა ხართ ცოტა აქ-იქ რაღაცა და თავს უშველეთ სოფლები იყიდეთ გეიქეთ არ გინდათ ბეტონის კედლები მაგ ბეტონის კედლებში მოაქცევენ ისე ახლა ხო გააძვირენ დენი შეიძლება მე ფულით ლაგაქრეს ხო და არ გექნება ბანკზე ან ქრისტიანს ბარათზე არ ექნება ფული მე როგორც ციფრული სრულად ციფრული ფული როგორც დაიწყება იმ დღესვე დავჭრი პენსიის ეფია ჯანდაბა რაღაცა კარტაროა თუ რაღაცა იმას გავჭრი პირადობის იმას გავჭრი ანდა ჩავალ იუსტიციაში და ჩავაბარებ და მომეცით ქაღალდი თქვა ვეტყვი ქაღალდზე დამიწერეთ რომ მე ვარ კლდიაშვილი დოდარი შეო დამტარებული საქმეა წამევიღებ იმას შევიდებ ჯიბეში მეტი არაფერი ამჭირდება მე არც პენსია მინდა მე თქვენი არც ქალაქში ბოდიალი მინდა ახლა 15-17 წელიწადია უკვე ტყეში ვარ არ გამოვდივარ დათვია ჩემი ძმაკაცი და გელი ხო და აქ ვიქნები მე და ეგრევე გადავიშინო თავი და გადავარშინო კიდე ზოგიერთები სიკეთე მოგცეთ გამჩენოაღორ და გამძლეობა აზრი და გონება და სიმართლეს ემსახურეთ რაც შეიძლება ნახევრად სიმართლე არ არსებობს არის ან სიმართლე ან ტყვილი ნახევრად სიმართლეს რომ ამბობდა იქნება პატარა გოურე პატარა ესე იგი პურსვაცხო პური გამოაცხე წასვაცხო წადი გამოაცხე თუ შოურშამოური იგი ასეთია და მეორე ასე არ ტყილიც არ შეიძლება ან თქვი კლათ სიმართლე ნუ შეგეშინდება ან და კლათ ან კლათ ტყილი თქვი კემანს გეიგება ახლა კლათ ტყილს და კლათ ბეროტებას უაკეთებდნენ მითო წევიკითხე მაგენის ცხოვრებიდან ყველაფერი და მითო საუბრობ მე არ მევერიდები არც ყოფილ პატრიარქს ვერიდებოდი არც ახლა რო იქნება პატრიარქი იმას მევერიდები არც პრეზიდენტს მევერიდები არც იმას არცეთ პიროვნებას არ მევერიდები თუ კი სახელმწიფო საქმეს აპუჭებს და ბოროტად იყენებს ეგი უნდა ვიცოდეთ ყველამ ხო და ყველაფერი ჩანს ისე როგორც ჩანს ის რომ ხალხი არის სიდუხჭირეში და ქვეყანა არის დაქცევაზე ქვეყანა არის გაყიდული ასე რომ ვთქვათ კვადრატული მეტრი არა დარჩენილი უკვე რომ არ მიყიდენ ესე იგი ვიღაცა გადამთიელებს ამ ძალკაპირებმა
ხო და აწირას შემოუბრუნებენ, მაგრამ ცხოვრებას მეტი არ იქნა ჩემიტერი, მაგენიდან რამე არ დადგეს და ვინმე არ დადგეს. უფალი შეგეციოთ და გაიხარეთ. კიდევ ერთხელ დაგლოცავთ ქართველებო, სადაც ახართ და როგორც ახართ სიკეთე და სიშვიდე და სიყვარული მოგიშალოთ ოჯახში ღმერთმა. სიმართლე, სიმართლე და სიმართლე. სიმართლეზე აწყობილი ადამიანი ყოველთვის არის ხნეთ, ყოველთვის არის თავისუფალი და ყოველთვის არის ძლიერი. ხო იცი ახლა მე ეს ჟოპალეზები რაღაცებზე ზოგიერთი სხვას უძახის ვაზელინი და რაღაცა და ბეჭდა კი ბევრ რაღაცას ლაპარაკობთ სიმართლეს მაგრამ დაანევედი ჯამ ტრამპების იმის გამართლებას ტრამპმა ომი მეთოდე იყო სასამართლოები უნდა შემდგარიყო მაგერზე ეპშტეინი არა საქართველო 20,000-ობით ბოში იყიდება დონორებად მე ვიცი ბევრს დევიჭერ და ციხეს კი არა უმაღლეს მოვითხოვ თუკი ეროვნული ძალების მოვიდა სადავეში მოვითხოვ რომ იქნეს დახვრეტა სიკვდილით დაჟა ასეთ რაღაცეებზე და გელიოტინა ან ჩამოკიდება ხეზე როცა შვილს ყიდი საქართველოდან რომ ვიღაცა მილიარდელმა გაიკეთოს შეისვას მისი თირკმელი და გული გადაინერგოს ახალი რო კიდე თვის თავისი ბინძური ცხოვრებით გააგრძელოს კიდე ერთი 10 წელი და 20 წელი ამისანა გამყიდველს და განსაკუთრებით სამშობიაროებში ხდება ეს ყველას მიგიჯით სიკვდილს აი ეს იქნება ასე ვიცი ბევრი ფაქტები არის ჩემ ყურამდე კი არ ჩემი თვალით ნანახი წასწრებული ზოგიერთ რაღაცეებზე ყველანი უწამეჭიდავებით და ნუ დაიცავთ სოდომურ და სოდომისტების მხარეს არაფერი გამოგივათ შევთ ყველაფერს საუბრობ არგუმენტებით ფაქტებით და საქმეებით არა ისე ზერელეთ ჰაერში საუბრობდე რაღაცა კლასიკურად რაღაცა ესე იგი ბოჩენებით კიდევ ერთხელ გაიხარეთ მშვიდობა მოგცეთ გამჩენილმა ღმერთმა იხარეთ გული არ გეიტეხოთ პესიმისტები არ მიყვარს მე ვიყოთ მაგრად ქართველები შემოbrunდება ჩვენი საქმეც გაიხარეთ ქრისტე გპარავდეთ